ქართული საბრძოლო ხელოვნების ხრიდოლის მოყვარულები ოზურგეთის კინოთეატრში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი. ხრიდოლის ერთ-ერთი შენაერთი ოზურგეთში ჩოქელას სახელით მოინათლა, რომელშიც არაერთი ახალგაზრდაა გაერთიანებული. მისი თავკაცი კი სურათების გალერეის ხელმძღვანელი ავთო თავარდგილაძე გახლავთ. იგი აღნიშნული საბრძოლო ხელოვნების განვითარებაზე ჩვენს მუნიციპალიტეტში აქტიურად და დღენიად აკისრონავს. კინოთეატრის შეხვედრაც ამ მიზნით მოხდა. თავდაპირველად თავარდგილაძემ ხრიდოლზე, მის ჩამოყალიბების გზებზე, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებს დაემთხვა. ბევრი ისაუბრა. მოგვითხრა მეგობარ კახა ზარნაძეზე, რომელიც საბრძოლო ხელოვნების ამაგდარი და გულანთებული გულშემატკივარი გახლდათ. მეგობრებმა საბრძოლო ხელოვნების ისტორიის საქმის ბოლომდე მიყვანა ერთმანეთს შეჰბიძეს. სამწუხაროდ ასეთი დამაშვალი ადამიანი 3 წლის წინ 51 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. ავთანდილ თავარდგილაძე მის საქმეს დღესაც აგრძელებს. მეგობრის ხსოვნას იგი წიგნს რომანტიკოსი ჯარისკაცები უძღვნის. საინტერესო ისტორიისა თუ მონათხრობის მოსმენის შემდეგ სურათების გალერეის დირექტორმა დარბაზში მსხდომ 3 1000-წუთიანი ფილმი შესთავაზა. ფილმი, რომლის ავტორი კახა ზარნაძეც გახლდათ. მის მიზანი კი უამრავ ბრძოლაში თუ ომში გამოწვრთნილი ქართული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაცია გახლდათ. ხელოვნებისა, რომელსაც სპეციალისტები ერის სიმდიდრეს უწოდებენ, მას ფოლკლორისა და ხუროთმოძღვრების გვერდით ღირსეულად, თამამად აყენებენ. ქართულს გაგვაჩნია ქართული საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებები, ეს მნიშვნელოვანია. მათ შორის ერთ-ერთი მიმართულება წარმოადგენს ხრიდოლი, რომლის პრეზენტაციაც მოეწყო დღევანდელ დღეს ოზურგეთის კინოთეატრში. გასულ წელს იყო, როცა უკვე სერიოზულად ბატონი ავთანდილ თავარდგილაძის მიერ დაიწყო ჯგუფის შექმნა ახალგაზრდების მონაწილეობით და ათეულობით ახალგაზრდა ღებულობს გამოცდილებას, პირველ რიგში იჯანსაღებს ჯანმრთელობას და შემდეგ ეუფლება იმ საბრძოლო ხელოვნებას, რომელიც ერთ-ერთი ქართული და ძილძვერი არის ჩვენთვის. ჩვენი მხრიდან დარწმუნებული ვართ, რომ დაინტერესება გაიზრდება ახალგაზრდებში და ჩვენ მზადა ვართ, რომ უკვე მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ აი ამ დარგის საბრძოლო ხელოვნების განვითარებას ჩვენს მუნიციპალიტეტში. ჩვენი მიზანი არის, რომ კვლავ დაუბრუნოთ ფესვებს ჩვენი ახალგაზრდობა და შევასწავლოთ ის სამხედრო დისციპლინები და თავდაცვის და თავდაცვის რა ვიცი რაც არის საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სკოლები, ეს არის კენჭლაობა, ხანჯლაობა, კრივი, არეული და ხრიდოლის ეს ელემენტები, რითაც თქვათ პოპულარული იყო ქართველი კაცი საერთოდ როგორც ძლიერი მებრძოლი და თავაზობთ ამას ახალგაზრდობის იმედი გვაქვს რომ დაინტერესდება და ჩაერთვება ამ საქმეში. ჩვენ რესურს ცენტრის დახმარებით შემოვიარეთ სკოლები, შევაგროვეთ ბავშვები, მსურველები, ეხლა ვიწყებთ ამ არიშების ჩატარებას ოზურგეთში, ეს გახლავთ ძველი შენობის პოლიცია, ძველი პოლიციის შენობა, რომელიც არის ოზურგეთში, იქ გვაქვს დროებით დარბაზი. და დღეს ვატარებთ პრეზენტაციას პოპულარიზაციის თვალსაზრისით ამ საქმეს კვლავ ვაგრძელებთ. მყავს დაინტერესებული ახალგაზრდები, რომლებიც ამ საქმეს გააგრძელებენ, სხვათა შორის გოგონებიც არიან ამ საქმეში ჩართული და მათთვის სხვა დისციპლინებია, ასე ვთქვათ, ვარჯიშები, აქ არის სხვა ასაკის წარმომადგენლებისთვის ვარჯიშები, როგორც გამაჩასაღებელი, ასეთ სამოქალაქო თავდაცვის და თავდაცვის შემსწავლელი ილეთები, ასე ვთქვათ, და საერთო ჯამში მაინც ეს არ არის საბრძოლო ხელოვნება, მხოლოდ ეს, ასე ვთქვათ, ჩხუბი და მხოლოდ ასე ვთქვათ, თავდაცვა, ეს არის პირველ რიგში ქართველი ადამიანის ასე მორალური სულიერი განვითარება, ბავშვის პირველ რიგში ახალგაზრდის და დაუბრუნდეთ ჩვენს ფესვებს, ჩვენს ასე ვთქვათ, ტრადიციებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ამაში ჩართვა. კახა ტუღუშის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალი სოფელ ოზურგეთელთა გამარჯვებით დასრულდა. ნინო ვაშალომიძე დეტალებით. ისევე როგორც დანარჩენი ასპარეზობების საფინალო შეხვედრის ორგანიზებაც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა კახა ყლონტვა უზრუნველყო. დაძაბული და უშეღავათო ბრძოლა გაიმართა გურიანთისა და სოფელ ოზურგეთის გუნდებს შორის. მიუხედავად გურიანთელთა თავდაპირველი უპირატესობისა, სოფელ ოზურგეთმა მაინც შეძლო და ფინალი დამაჯერებლად მოიგო. ტურნირის გარდაცვლილი ფეხბურთელის კახა ტუღუშის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. სწორედ კახა ტუღუშის ქალიშვილისგან ერგო ფავორიტ გუნდს გამარჯვების თასი. როგორც უმცირესობის ფრაქციის ლიდერმა საკრებულოს წევრმა კახა ყლონტმა აღნიშნა, ტურნირის ყოველწლიური სახე მიეცემა და იგი მასშტაბებითაც გაიზრდება. გავიხსენით ჩვენ კახას ფეხბურთი, რადგან ის თამაშობდა ოზურგეთის მერცხალში გარკვეული წლების განმავლობაში, შემდეგ იყო ბავშვთა და მოზარდთა ტრენერი და მის საპატივცემულოდ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ეს ტურნირი ფართო მასშტაბით ვაპირებთ მომავლისათვის კიდევ გაგრძელებას და ალბათ იმედია, რომ Böyle gurşematkevar beri ოზურგეთის კომაკი ამ იდეას და ამ ფაქტს მოესალმება და ალბათ იქნება მომავლისათვის
უკეთესი ტურნირები, კიდევ ფართო მასშტაბიანები და მე ვაპირებთ რომ ამას დიდი ორგანიზება და მთელი რაიონი შეერთება ამ საქმეში. Შეძლებს დაგვარად რაც შეგვეძლო ორივე გუნდმა გავაკეთეთ და უკეთესმა საითამაშა იმან ანუ ჩვენ გავიმარჯვეთ რა. ნუ ბევრჯერ ყოფილი იყო ასეთი ტურნირები, მის საბადისმულოდ მოხალული ვარო ესეთი ტურნირი ჩატარდა. ეს გახლავთ ჩემ ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. მე მომავალში ვხატრავდი გამშვიდობებით. კარგ გაბრძანდებოდეთ.